დღეს სპეციალურად ჩვენი ეთერისთვის ქუთაისიდან ჩამოვიდა ბენდი სახლი, რომელიც 7 წევრისგან შედგება და 2024 წლიდან ეწევა აქტიურ მოღვაწეობას. მინდა წარმოგიდგინოთ ისინი: ბენდის ვოკალისტი გაგაცნოთ მირიან ხელაძე, ჯემო სინატაშვილი, ბექა კოსტავა, კლავში და ვოკალი გახლავთ გიორგი ხონელიძე, ბასი გიტარა მათე თევზაძე, დრამი ლუკა გოგიაშვილი, გიტარა კი გიორგი ბოლქვაძე. მათი შექმნილი ქავერები და კომპოზიციები ერთგვარად გავს დროში მოგზაურობას. ასეა. წინ აქვთ არაერთი გეგმა და პროექტი, რომლის შესახებაც ახლა ვისაუბრებთ და თან კიდევ უნდა დავაანონსოთ ის ამბავიც, რომ დღეს ისინი მოვიდნენ პირველი საავტორო სიმღერის პრემიერით, რომელსაც ქვია წერილი. დილა მშვიდობისა ბიჭებო, მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ გადაცემის დაწყების წამიდან იყავით ჩვენთან ერთად და ზრუნავდით საოცარი განწყობისა და ემოციების შექმნაზე. მადლობა, რომ თქვენი სახლი ჩვენ სახლში მოიტანეთ და შეგვაქვს ახლა ჩვენი ტელემაყურებლის სახლებშიც. მოკლედ, არც თუ ისე დიდი ხანია პრინციპში 2 წელი იმისთვის, რომ აი ესეთი შეხმატკბილებულები იყოთ. როდის დაიწყო თქვენი ურთიერთობა, კომუნიკაცია, როდის შეხვდით ერთმანეთს? დიდი ხანია იცნობთ თუ აი ბენდის ჩამოყალიბების პარალელურად შეიცანით და გაიცანით ერთმანეთი? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ზოგადად ერთმანეთს ვიცნობთ და ურთიერთობა გვაქვს მუსიკალურადაც და როგორც ასევე ოჯახებითაც ვიცნობთ ერთმანეთს და ჩვენი პირველი ურთიერთობა მუსიკალური დაიწყო, ასე რომ ვთქვათ, სახლში რეპეტიციობით რა და აქედან წამოვიდა სხვა შორის ბენდის იდეაც, რომ სახლი დაგვექვა, რომ თბილი სახელია სხვათა შორის დასამახსოვრებელი, ძალიან მარტივი და ოჩახ და დაახლოებით 5 წელია ერთად ვართ უკრავთ, უბრალოდ მხოლოდ რეპეტიციის რეჟიმში ვიყავით, ასე რომ ვთქვათ, სანამ გამოვიდოდით და დავიწყებდით საზოგადოებისთვის ჩვენი შემოქმედების გაცნობას. თავიდან 7 წევრით დაიწყეთ თუ ნელ-ნელა შემოგემატნენ მეგობრები? თავიდან ვიყავით 8. მაგრამ ეხლა შევჯერდით საბოლოოდ შემადგენლობაში 7 ვართ და უკვე ჩამოყალიბდით იმაზე, რომ მე როგორც ვიცი, სიმღერის გარდაც საერთო საქმე გქონდათ, ხო? დიახ, სიმღერის გარდაც საერთო საქმე ქონდა, ჩვენ ზოგადად ერთად მუშაობდით, აი რესტორანშიც მუშაობდით, დიახ, რესტორანშიც მუშაობდით და უბრალოდ გადავდგით ეხლა ის ნაბიჯი, რომ უკვე 7-ე ადამიანმა გავაერთიანეთ ჩვენი საერთო საქმე და ვაკეთებთ ეხლა უკვე ერთობლივად. როგორი არაჩვეულებრივი დამთხოვა, რომ ამდენი ნიჭიერი ადამიანი ერთად შეიკრიბა და გადაეკვეთა უმადლოდნენ ოჯახებს, რომლებიც ერთმანეთს შესანიშნავია ნამდვილად, თან რაღაცნაირად ძალიან ისეთი კონტრასტული შემოქმედება გაქვთ, ასე ვიტყოდი, ზეღან კინომუსიკას უსმენდით და უცებ ქართული კინომუსიკიდან ისე გადახვედით უცხოურ კინომუსიკაში. თითქოს ძალიან ორგანული იყო ეს ყოველივე და თან სასიამოვნოც რეპერტუარის შერჩევის პროცესი როგორი არის ხოლმე და ბევრი ხართ ჯგუფში შესაბამისად ალბათ არის ჯანსაღი კამათი. რა თქმა უნდა, მაგის გარეშე შეუძლებელია. მრავალფეროვანი გემოვნება გვაქვს, თუმცა არის რაღაცები, რაზეც ვთანხმდებით. არის ის, რომ გემოვნებიანი მუსიკა უნდა დავუკრათ. იქნება ეს ქართული კლასიკური ქალაქური სიმღერები, ძველი, ახალი თუ უცხოური ის იქნება. უკვდავი მელოდიები, როკ-ენ-როლი, რეი ჩარლზის სიმღერები და ასე შემდეგ. ესე რომ პრინციპში ის რაც ქუთაისისთვისაც დამახასიათებელია. მთელი ქვეყნისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა შემსრულებლისთვის, ყველა ჯგუფისთვის საავტორო სიმღერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ შემთხვევაში ეს ფუფუნება გაქვთ. როგორ დაიწერა არის საინტერესო. როგორ დაიწერა ვიცი იდეა იყო, ვინ იყო ჩართული ამ ყოველივეში, ყველა ერთად თუ ვინმე განსაკუთრებით. სხვათა შორის აი რომ ვფიქრობდით საავტორო მუსიკის დაწერაზე, ერთ-ერთი გზავრობით დროს მანქანით გზავრობდით, სახლისკენ მიდიოდით და უბრალოდ აკუსტიკური გიტარა გქონდა მანქანაში და აი მაგ დროს გზაში, ასე ვთქვათ, შემოგვეწერა ეს ჩვენი სიმღერა და საბოლოო ჯამში აკორდებით გიტარაზე, მე მაჩდა მელოდია, მე ტექსტი და და დაერქვა წერილი. რატო წერილი? გავიგებთ ალბათ. პირველი სიტყვა ტექსტის არის წერილი და ძალიან ისეთი ხომ არ აქვს სიმბოლური დატვირთვა. მესიჯების ეპოქაში წერილი მაინც ისეთი. ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა. დაგითხოვთ სცენას. და დიდი მადლობა იმისთვის, რომ დავიგოთ რას ნიშნავს წერილი. შეფასების შესაძლებლობა გვექნება ძალიან მალე სახლის საავტორო მუსიკალური კომპოზიციის, რომელიც ახლა აჟღერდება ჩვენს ეთერში. მაჟაზე პრემიერა დილამშვიდობისა საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა სახლს